სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ვინ არის ჩემი მოყვასი? ვინ არის ჩვენი მოყვასი? რადგან ჩვენ რჯულიდან ვიცით ბიბლიიდან რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. და ვინ არის ჩვენი მოყვასი? საბოლოოდ ის ვინც მორწმუნეა? ის ვინც უცხოა, ის ვინც ის ვისაც უჭირს, ვინ არის ჩვენი მოყვასი? აი ასეთ ეს კითხა ქრისტესაც, უფალს ჩვენსაც იმ რჯულის ცოდნემ. ეს იყო რჯულის სპეციალისტის კაცი, დედმიწევის ცოდნე ბიბლიის კანონების და მივიდა იესოსთან და ეკითხება მოძღვარო, რომელია? რა გავაკეთო? რა გააქვნა რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდრო, რომ იცოცხლო მარადიულად. და უფალი მას თავისთავად ეკითხება იქიდან რაც მან იცის, რჯულში როგორ გიწერია ქრისტეუნება. და მან ის სწორ პასუხს აძლევს უფალს, რომ შეიყვარო ღმერთი მთელი შენი სულით, გულით, გოლებით, ძალით და შეიყვარო შენი მოყვასი. და ქრისტემ შეაქო, მართალია, სწორად მიპასუხე, ასე მოიქეცი და ცხონდები. რადგან სხვა დროს როცა ქრისტეს ეკითხებიან იგივე კითხვას, მოძღვარო, რომელია რჯულში მთავარი მცნება, ქრისტეც ამას ეუბნება. ღმერთი გიყვარდეს და გიყვარდეს ადამიანი. მაგრამ ამ რჯულის მოძღვარს უნდა რომ უფრო მეტი გაიგოს, ან გაამართლოს თავისი კითხვა და ეკითხება და ვინ არის ჩემი მოყვასი? აი ესა ჩვენ თავს ვიცით, ვინ არის ჩვენი მოყვასი? ვინ უნდა მიყვარდეს ყველაზე მეტად? აი ეს კითხვა. ვინ უნდა მიყვარდეს საკუთარ სიცოცხლეზე მეტად? აი ეს არის ამ კითხვის შინაარსი და ქრისტე აძლევს მას არაჩვეულებრივ პასუხს. აი დაუკვირდით ამას ძალიან თუ ესე აი ამ ქრისტეს აი ამ პასუხში მთელი ბიბლია მოქცეული. აი ესე ქრისტე ხო ღვთაებრივია და ამისი პასუხები არის ღვთაებრივი. გახსოვთ უძღების შვილის იგავიროა. მთელი ბიბლია აი მიგავში მოქცეული. აი ამ პასუხშიც როცა რასაც ქრისტე პასუხობს, ჩვენი რწმენა არის ამ პასუხში მოქცეული. გესმით? აი ვინ არის ის, ვინ ჩემს თავზე მეტად უნდა მიყვარდეს? ცოლი, შვილი, დედა, მამა? მოძღვარი, აი ვინ არის ის, ვინ ჩემს თავზე მეტად უნდა მიყვარდეს და ეუბნება ქრისტემ იგავით, რომ გააგებინოს ის თქმა უნდა მას, რომ იერუსალიმიდან ეშვებოდა, მოდიოდა და თავქვე კაცი, რომელსაც ყაჩაღები დაესხნენ თავს, გაძარცვეს, წემეს და ნაცემ ნაგვემი დასისხლიანებული დააგდეს გზაზე, ნუ გაძარცვეს. და გამოიარა მღვდელმა და დაინახა და გააგრძელა სვლა. მღვდელი რომელიც იმ დროს ტაძარში მსხვერპლს წირავდა. ვერ შეძლო მისი დახმარება, გააგრძელა სვლა. შემდეგ გამოიარა ლევიტელმა. ლევიტელები იყვნენ აი როგორც ტიქაროსნები არიან დღეს ტაძარში. მსახური, ტაძრის მსახურები. ვერც ესენი ვერ დაეხმარნენ. შემდეგო გამოიარაო შემთხვევით იმ გზაზეო. გამოიარა სამარიელმაო. სამარიელმა კაცმა უცხომ სამარიელები ხო არ იყვნენ ებრაელები, იუდეველები. უცხომ სამარიელმა გამოიარა და დაინახა ეს ნაცემ ნაგვემი შეებრალა, ჩამოხტა თავისი ჯორიდან, მივიდა მასთან, შეუხვია წყლულები, დაასხა ზეთი და ღვინო ხომ დეზინფექციის საშუალება იყო იმ დროს ხომ ალკოჰოლი, წაუსვა ზეთი, როგორც მალამო, მოუარა, შეუხვია, მე თავის ცხენზე დასვა, თავის ჯორზე დასვა, მიიყვანა სადღაც სასტუმ დუქანში, სასტუმროში ჩააბარა, იშრომა იქაც და მეორე დღეს უნდა წასულიყო აქედან. და დაუტოვა ფული სადგურის პატრონს და მოუარე ამ კაცს ვინც ჩაგაბარე. მოუარე და როცა დავბრუნდები თუ რამე მეტი დაგჭირდა, 2 დრაქანი, 2 დინარით ბევრი ფული იყო, კიდევ მოგცემ თუ რამე დაგჭირდა. და ქრისტეს კითხვა ასეთია, შენ რომელი გონია ამ სამიდან იმ ნაცემ ნაგვემი კაცის მოყვასი? რომელია ამ სამიდან მოყვასი იმის? ის ვინც მოწყალე იყო მის მიმართ, ხო? ანუ ის სამარიელი არის იმ კაცის მოყვასი. მაგრამ ეს კაცი კითხულობს, რომ ჩემი მოყვასი ვინ არისო? ამ რჯულის მოძღვარმა ხო ეს კითხვა დასვა, რომ ჩემი მოყვასი ვინ არის? და ქრისტე პასუხობს სხვანაირად. შენი მოყვასი ის არის, ვინც შენ დაგეხმარება. შენი მოყვასი ის არის, ვინც შენს გაჭირვებაში გნახავს და დაგეხმარება. გავსვათ კითხვა, ჩვენ სულიერ გაჭირვებაში ვის შეუულია ჩვენი დახმარება? ვის? ეხლა დაიცა იესო ქრისტეს. გესმით? მოწყალე სამარიელი არის იესო ქრისტე. და მე ვარ ის ნაგვემნაცემი კაცი. ჩემი ცოდვებისგან, ჩემი შეცდომებისგან, ჩემი დაცემებისგან, ჩემი უღმერთობისგან, ხო?
მე ვარ ის ნაცემ ნაგვემი კაცი, ან იმას ეუბნება ჯულის მოძღვარს, რომ შენ გჭირდება მოყვასი. შენ კი ნუეძებ ვინაა ვის დაეხმარო, შენ თავად გჭირდება შენ ნაცემ ნაგვემობაში მოყვასი რომ დაგეხმაროს. და წადი და შენც ისე მოიქეცი როგორც ის ნაცემ ნაგვემი კაცი. ანუ რა უნდა გდასდიმ ჯულის მოძღვარმა? წავიდეს და ვინ ეძებოს? იესო ქრისტე უნდა ეძებოს. გესმით? აი ეს არის ჩვენი რწმენა რომ ჩემი მთავარი მოყვასი არის განკაცებული ღმერთი. გესმით? ის ვინ ჩემს სიცოცხლეზე მეტად უნდა მიყვარდეს არის თავად განკაცებული ღმერთი. მოგასაგებია. გესმით? ადამიანებს კი ნუეძებთ. ადამიანების სახეს კი ნუუყურებთ. ადამიანისგან კი ნუეძებთ დახმარებას. ჩემი მოყვასი ვინ ჩემს სიცოცხლეზე მეტად უნდა მიყვარდეს არის ღმერთი. თავისთავად ღმერთი ზეცაში და განკაცებული ძე ღმერთი, რომელიც ჩემთან მოვიდა და გადამარჩინა და დამეხმარა. გესმით? ამიტომ ამბობს შემდეგ ქრისტე სხვა ადგილებში რომ ვისაც მამა, ან დედა, ან შვილი, ან ძე, ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არაა ჩემი ღირსი. ის ვერ მიიღებს ჩემს წყალობას. გესმით? ვინც არ უარყოს საკუთარი თავი და არ გამომყვეს მეს თავისი ჯვრით, ის არ არის ჩემი ღირსი. და პავლე მოციქულიც ამას ამბობს. ცოცხლობ, აი ჩემი მოქცევის შემდეგ პავლე ხო დაბრმავდა, იმიტომ რომ ვერ ხედავდა სულიერ ჭეშმარიტებას და ღმერთმა დააბრმავა ცოტა ხნით პავლე, რომ დაფიქრებულიყო იმაზე, ქრისტიანებს დევნიდა, ხო? და პავლე ამბობს, რომ აი რომ გავცოცხლდი, რომ მოვკვდი და გავცოცხლდი იმის შემდეგ, მე შემიძლია ვთქვა, ცოცხლობ, მაგრამ არა მე, არამედ ვინ ცოცხლობს ჩემში? ქრისტე ცოცხლობს ჩემში. გესმით? ჩემი სიცოცხლე არის უკვე ქრისტეს სიცოცხლე. ის არის ჩემი სიცოცხლე. გესმით? ანუ ჩვენ ნათლობის დროს ხო გალობთ რა შევიმოსეთო? ქრისტე შევიმოსეთ. ანუ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი თავარი მოყვასი და თავარი მეგობარი და მხსნელი არის იესო ქრისტე. აი ეს არის ამ იგავის პასუხი, იმიტომ რომ ხანდახან ცდებიან ადამიანები და ფიქრობენ რომ ამ იგავში თავარი არის მოწყალება, რომ გაჭირვებულს დავეხმაროთ, რომ ნაცემ ნაგვემს თუ ნახავთ ამ შიერს ან ციხეში უნდა დავეხმაროთ. ეს არ არის ამ იგავის თავარი აზრი. ნაცემ ნაგვემნი ჩვენა ვართ. ჩვენ იმ წოდებით რა ჩვენ ჩავიდინეთ, იმ შეცდომებით, იმ შეწოდებებით ჩვენ ვართ ნაცემ ნაგვემნი. და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის მოწყალე სამარიტელი ქრისტე, იესო ქრისტე, ვინ ჩვენ აღვადგენს, შეგვიხევს სულის ჭრილობებს და ვინც გაგვაცოცხლებს და ზეც დაგვასხავს, ზეთი ხო მადლის სიმბოლოა, ზეც დაგვასხავს, ღვინოს თავის სისხლს მოგცემს, რომ გადაგვარჩინოს მისი დათხეული სისხლით გოლგოთაზე. აი ეს არის ამ იგავის შინაარსი. ვიფიქროთ ამაზე, არის ქრისტე ჩემი მთავარი ადამიანი? არის ის ჩემი მთავარი მოყვასი? და წამს რო ისაა ჩემი მხსნელი. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი საფიქრები. შეგვაძლებინოს უხალმა ჩვენთან არსებაში.